მოგესალმებით მეგობრებო. დღეს არის 21 მაისი. 4 შაბათია. კარდიოს მორჩი ახლა. ახლა მაქვს გამოცდა. რაში მაგარ მახსოვს. ნუ გამოცდა მაგ კაროჩი. 1 საათში. ჭამას ვერ ვასწრებ. უნდა შევიდე, გამოვიცვალო. გადავხედო რაღაცებს და შემდეგ უკვე დავიწყებ კვებებს რა. და განახებთ რა და რა მაქვს დღეს კვებად. გუშინ როგორც გქონდა წიწიბურა 350 დღესაც დამჭა სტრესის. რათა სტრესი გავიყვანოთ ორგანიზმიდან. ასე რომ ნახოთ რა, იქნება. ფეხის დღე გვაქვს თან დღეს. მოვედი. დაიწყება ახლა სადღაც 10 წუთში. ურა მედგრადა ჩემი ლომები მენ. ყველა მიცის საერთოდ. მერაბ. მოდი ვიდეოში მოხვდები თან. მეგობრებო, გამოვიწერეთ არხი და გააქტიურეთ ზარის მილად. აი, ბაღანა, შრომო. აბა, შეგეძლა ლინკს. წვალობს. წვალობს შემიგა. იმიტომ დააფოლოვეთ ჩემს. Instagram-ზეც გადადიხი, აღწერაში ექნება. ისიც დააფოლოვეთ. ყველაფერი. აი, ხალხი იქნება. მოკლედ მოვედი სახში. გამოცდა. იმაზე უკეთ დავწერე, ვიდრე წარმოვიდგინა. იმასთან შედარებით რა დროც მაქვს და როგორც ვახერხებს სწავლას ჩემი აზრით. ნორმალურად დავწერე. რჩება დაახლოებით 3 კვირაზე ნაკლები რჩება ჩემი რატამდე. და არ ვიცი რა. ეხა პატარა პრობლემები მაქვს. პრობლემები ეხება ორგანიზმს, სხეულს. განპირობებულია იმით, რომ წყალი მაქვს შეკავებული ფეხებში. მე გეუბნება, რომ სავარაუდოდ სტრესის ბრალია. მაგრამ რაზევის სტრესები არ ვიცი. რთულია რა აუხსნა რა, როგორ ვარ. ანუ ყველაფრისთვის მზად ვარ რა. ყველაფერს დავთმობ. ისე ვარ განწყობილი. და მაგის გამო ეხა 2 დღე 350 გრამი წიწიბურა მაქვს. წიწიბურა 3 თვე რომ მქონდა ნაჭამი კილომეტრიც. და ამიტომ ცოტა გემოს შევიცვლი. ნახშირწყლებით დავიტენები და გავაგზავნეთ მე ისევ დაბალ ნახშირწყალზე შრობას რა. ეს იქნება ალბათ 150 გრამი. ნახოთ რა. ეხა ქათამი და წიწიბურა მზადდება. როგორც იქნება მზადდება, ჩაგართვებით და ნახეთ. მოკლედ გამზადდა ჩვენი წიწიბურა და ქათამი. აქ არის 350 გრამი წიწიბურა გავყავი სამოთ. ისე რომ დაახლოებით 100 გრამამდე რომ მოუწევდა რა. 100 გრამი იქნება ცოტა მეტი შეიძლება. და პოსტნეული გვაქვს. პოსტნეულს ამბებშო. მონელებას უწყობს ხელს, მაგრამ თუ წყალსაც თუ არ დალებთ სათანადოდ პირიქით იმუშავებს. ქათამი მაქვს 200 გრამი უმადაწონილი. დაახლოებით 170 გრამამდე ჩამოვიდა. და მეტი არაფერი არ მაქვს. ბოლო როგორც გითხარით არ შეიძლება. მარილით მანიპულაციები ჯერ ადრეა. ნახოთ, აი იქნება. გავუждები ხა MasterChef-ს უყურებ, იმიტომ რომ რამეს საჭმავს თუ არ უყურებ, ისე ინტერესო ხდება ყველაფერი. მოკლედ მეორე კვებაც გავამზადე. აქ არის
ბოსტნეული რაც მინდა და მეთქვა. წინაზე არ ვიცი გითხარით თუ არა. პომიდორი აღარ მაქვს და ხახვი. მხოლოდ მწვანე ბოსტნეული მაქვს. აქ არის კიტრი, ყვავილოვანი კომბოსტო და სალათის ფოთლები, სალათის ფუცელი. აქ დაახლოებით 120 გრამამდე ბრინჯი ეს, შეიძლება ცოტა მეტი და 220 გრამი ალბათ ქათამი. და მასტერშეფი რა თქმა უნდა. აბა თქვენ იცით. It's like fire.
ელისახში 10 საათი 10 საკლი 10 წუთი. აქ გვაქვს 100 გრამი წიწიბურა დაახლოებით და 170 გრამი ქათმის ფილი. ასე გოსტნეული. ამდენი იმიტომ ჩანს, რომ სალათის ფოთლები მოცულობას აძლევს. არ თულია თქვა როგორ ვარ. იმიტომ რომ ძალიან დაკარგული ვარ ეხლა. არ ვიცი. ფორმა იმაზე ცუდია ვიდრე მე მინდა რომ იყოს. ხელი მეუბნება რომ სტრესის ბრალია, მაგრამ რის გამისტრესები მაგასაც ვერ ხვდები. მიჭირს თქმა, რა მდგომარეობაში ვარ ეხლა. ხორციელად იმდენად არ ვარ დაღლი, რამდენად სულიერად, იმიტომ რომ ვცდილობ რა, ყოველ დღე ვცდილობ. ყოველ დღე თავს არ ვიზოგავ. მაქსიმალურად ვიტვირთები და ვერ ვხედავ იმას, რასაც მინდა რომ ვხედავდი რა. ხოდა ეს შეიძლება აიცახოს იმაზე, რომ ეს რამოდენიმე ხანი ერთი კვირა მე მგონი ვიდეო არ გადამიღია. და არ ვიცი შემდეგ გადავიღებ თუ არა კიდევ რა. იმიტომ რომ ესეც ახლა ძალით გადავიღე. რადგან რაღაც იმას პასუხისმგებლობას გრძნობდი თქვენ მიმართ, რომ უნდა გადამეღო ვიდეო. რამოდენიმე მეგობარმაც მითხრა რომ გადარიცხო ვიდეოებიო. ეგ მომხრენებს ხოლმე, მაგრამ იმ ფაქტს მაინც ვერაფერი ვერ მიცვლის, რომ თითქოს არასაკმარისი ვარ რა. არასაკმარისად ვაკეთებ რაღაცას. და მზად ვარ რა, ყველაფერი გავაკეთე, ყველაფერი ჩავდო. უკვე ყველაფერი ჩავდე, მაგრამ საკმარისი არ აღმოჩნდა როგორც ჩანს. და კიდევ ჩავდებ რა მის შესაძლებლობა თუ მაქვს. ნალი მეუბნება რომ სტრესის ბრალია და დაისვენეო. არ ვიცი, ვერ ვდუნდები უბრალოდ. შემშია პრობლემა. ზემოთ იდეალურად ვარ. ყველაფერი კარგად მიდის. აი ხვალ რო შეიძლებოდეს შეჯიბრზე. გასვლა ხვალ რო იყოს შეჯიბრი, ზემოთ მზად ვარ რომ გავიდე. ქვემოთ რადიკალურად განსხვავებული ამბავი. აღარც დარღვევა მინდა, აღარც საჭმელები მინდა, არაფერი არ მინდა უბრალოდ. უბრალოდ მინდა რომ რასაც ვაკეთებ დამიფასდეს რა. არ ვიცი. არ ვიცი. თულია ამ მდგომარეობიდან, ჩემი ამ მდგომარეობიდან შეჯიბრის პროგნოზების გაკეთება რთულია. ვერტიზნებით ყველაფერი კარგად იქნება. თან 1000 ადამიანი მაძლევს რჩევას ეს ცალკე კიდე მოქმედებს ჩემს ფსიქოლოგიაზე. თან ეს ადამიანები ისეთები არიან, რომლებსაც ასე თუ ისე გავლენა აქვთ ჩემზე. სულს არ მირჩევენ, მაგრამ ყველამ ხო არის ის ჩემი ორგანიზმი. არ ვიცი რა. იმედი ღმერთის იმედით ყველაფერი კარგად იქნება. ვიდეოს გადავიღებ აუცილებლად თბილისის ბოქს გადავიღებ და ჩემპიონატს აუცილებლად დავდებ და ნახავთ. ორ კვირაზე ცოტა მეტი რჩება ჩემპიონატამდე. რავა თქვენიც
ბოლოკვებით შემოგერთდებით. და ბოდიში რა თავი მოგაწყინოთ. მოკლედ ბოლოკვებაც გამზადდა. აქ გვაქვს 12 კვერცხი. ბროკოლი და აქ არის პასნაული. და გავეშვები ახლა მასტარშებს ვუყურებ. წამში. ამით გემშვიდობებით. ყველას ბედნიერ დღეს გისურვებთ ან საღამოსაც როდესაც უყურებთ. გამოიწერეთ არხი და დალაიქეთ ვიდეო. მადლობა ყველას.